საქალაქთოშორისო ტრანსპორტს მძღოლები ნარკოტიკული თრობის ქვეშ მართავენ. ამის შესახებ ფონდ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ირაკლი იზორია საუბრობს. კვლევა, რომელიც ანონიმურად ჩატარდა, საყურადღებო შედეგი დასრულდა. იზორია განმარტავს, რომ უმოკლეს ვადებში უნდა ამოქმედდეს რეგულაციები საქალაქთაშორისო გადაყვანებზე, რათა ფატალური შედეგები თავიდან იქნა საცილებული. ნასვამ და ნარკოტიკული თრობის ქვეშ ავტომობილის მართვას კანონი არეგულირებს, თუმცა ურჩი მძღოლებისთვის ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს. მედიკოსები იმ საფრთხებზე საუბრობენ, რაც შეიძლება ამ ქმედებას მოყვეს. ნარკოტიკული საშუალებები და ალკოჰოლი, განსაკუთრებით ის ალკოჰოლი, რომელიც შეიცავს ეთანოლს, ძალიან მავნებელია ორგანიზმისთვის. ეს არის ნეიროტოქსინი, ნარკოტიკიც და ეთანოლიც და იწვევენ თავის ტვინში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების შეფერხებას და როგორც ზემოთ აღნიშნე, იმ პროცესების დარღვევას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სწორ აზროვნებაზე, სწორ კომუნიკაციაზე, კოორდინაციის სწორ უნარზე, მეხსიერებაზე და ასე შემდეგ. ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ, აქვთ ეგრეთ წოდებული მსუბუქი აბსტინენციის სინდრომი, ეიფორიაში იმყოფებიან და ძალიან მარტივად შეუძლიათ მარტივად უყურებენ ყველა პრობლემას. ისინი სწორად ვერ აღიქვავენ დაბრკოლებებს და შეუძლიათ ძალიან გამოუსწორებელი შეცდომების დაშვება. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ შეიძლება ასეთი ადამიანების საჭესთან ჯდომა. უნდა გაითავისოს ადამიანმა, რამდენ ადამიანზეა პასუხისმგებელი საჭესთან ყოფნის პერიოდში.